მოკლედ დღეს უნდა წარვადგინოთ საოცარი სტუმრები. ესე იგი, არსებობს უკვე დიდი ხანია სკოლის თეატრალური ფესტივალი 2014 წლიდან ჩაეყარა მას საფუძველი და დღემდე ძალიან წარმატებით მოღვაწეობენ და აუცილებლად მინდა წარვადგინო ამ ფესტივალის დამფუძნებელი სოფია კალანდაძე და ჟიურის წევრი მსახიობი დავით დარჩია. სალამი. სალამი. დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან. დავძანდით მოგესალმებით დიდი სიყვარულით ასევიზია პატივისცემით და ასე შემდეგ. მაგრამ უცებ სუბიექტური ვიქნები და ვიტყვი რომ ამ ადამიანთან ძალიან ბევრი კარგი წელი და კარგი ურთიერთობა და კარგი მეგობრები და კარგი ბევრი რამე მაკავშირებს და მიხარია რომ აქ ხარ. ძალიან მიხარია. თან ჟიურის წევრად წარმოდგენილი. გადასარევი დავიწყოთ. როდის დაიწყო ეს ფესტივალი კი ვთქვით, მაგრამ სად იყო ის პირველი ადგილი, სადაც დაიწყეთ ამ ყველაფრის კეთება? მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და დაინტერესებისთვის პირველ რიგში. სასკოლო თეატრალური ფესტივალი 2014 წელს დაარსდა და ეს იყო ქალაქი რუსთავი. მე ვარ დღემდე მოქმედი მასწავლებელი და სასკოლო სივრცეში დავაფუძნე არსებული ფესტივალი, რომელიც მოიცვა ქალაქი რუსთავი და ძალიან მრავალი წლის პერიოდში იყო ძალიან დიდი ხმაური ამ თვალსაზრისით. შემდეგ გადმოვინაცვლეთ თბილისში, დღეს უკვე მოქმედი ფესტივალი არის თბილისში და თბილისის მასშტაბით ვანხორციელებთ, თუმცა ბოლნისშიც განხორციელდა, ჩავატარეთ ერთი სეზონი და ვიმოგზაურეთ ბოლნისში და აი აქამდე მოვედით. ფესტივალმა მართლა მოიპოვა თავისი ისტორია, თავისი ნიშა აქვს, გამოირჩევა თავისი მნიშვნელოვანი ეტაპებით, რომელიც გაიარა და შეიქმნა ესეთი სერიოზული ფესტივალი, როგორც არის არტ სკოლა. და კარგია რომ აი ბოლნისშიც იყო რუსთავში დაიწყო რომ რაც შეიძლება მეტი ქალაქი და ბავშვი ჩაერთოს. რეგიონალურია? ეხლა ჩვენ მუშაობთ ამაზე უფრო თამამად რომ შემოვიერთოთ სხვა რეგიონები და მქონდა არაჩვეულებრივი შეხვედრა საუბარი ქალბატონ თამარ მაქარაშვილთან განათლების სამინისტროში მინისტრის მოადგილესთან და ჩვენ შევთანხმდით რომ ძალიან გეგმაზომიერად დაიგეგმება ჩვენი განავითაროთ და განავითაროთ. რეპერტუარს როგორ არჩევთ თან ჟიური მხო უნდა შეაფასოს. ეხლა მოგახსენებთ კიდევ რითიც გამოირჩევა ფესტივალი არის რომ აუცილებლად უნდა დაიწეროს პიესა ეტიუდი მოთხრობა ჩანახატი. ჩვენთან არსებული ლიტერატურული ნაწარმოებებით არ მოდიან, თუმცა უარს არ ვეუბნებით, რადგან გქონდეთ შესაძლებლობა მე-7-დან მე-12 კლასის ახალგაზრდებსო თაივანეთი თავი წარმოადგინონ და მოგეხსენებათ რომ ამ ასაკში ძალიან მნიშვნელოვანია რომ მათ შემოქმედებითი კუთხით შეხედონ, გააკეთონ, წარმოადგინონ და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი გახლავთ ის რომ ამ ნაწარმოებებს მერე თავად გარდაქმნიან როგორც სპექტაკლის სახით. თვითონ უკვე შამხელა გამოცდილება. აი ლექსი პროზა იგავარაკი ახლა რაც თქვენ ახსენეთ, ეს არის ძველი პრაქტიკა, ასე ხვდებოდნენ ინსტიტუტში. ახლა შეიცვალა რამე, ხო, ასე ვაბარებდით და ანუ დარჩა ეს ყველაფერი ისევ იქ, სადაც იყო. მე ძალიან მომწონს ეს მაგალითად. შენ გაქვს ძალიან კარგი სკოლა გავლილი, ძალიან კარგი მსახიობი ხარ და ძალიან დიდი გამოცდილება გაქვს. ხო. მოგესალმებით პირველ რიგში. ჯერ ერთი რომ მე-13 სეზონია ეს ყველაფერი ხდება. სოფო უმკლავდება ამას და იმედია რომ რაც თქვა რომ გაფართოვდება ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ საქართველოს მოიცვას. და მე თუ მკითხავთ ქართველები ვინც ქვეყნის გარეთაც არიან ის ბავშვებიც აი ამ მასშტაბით თუ გაკეთდეს ეს იქნება ძალიან კარგი მე ესე მგონია. არის და დავით ჩაგერთები და დიასპორული თეატრებიც უნდა შემოგვიერთნეს ამავდროულად. გამოგონები არსებობს. მე მე-3 ის არის უკვე სეზონი რომ ვარ ამ მშვენიერ პროექტში და მინდა ვთქვა რომ აი ხლა ბოლო ეს არ ვიცი ხლა ასაკს დავაბრალოთ თუ რაღაცა სიამოვნებას მე ხლა რო ვიღებ აი ახალგაზრდებთან ურთიერთობაში თითქმის ალბათ შეიძლება ითქვას რომ სცენაზე და კინოში იმდენ სიამოვნებას უკვე მე არ ვიღებ. ასაკი ზოგი არ არის გახსნილი ურთიერთობის. მე რა გეტყვი, ალბათ უფრო რა. მე გეტყვით რა. ჯერ ახალი რაღაცა პირადად ჩემს ცხოვრებაში რომ ეს კიდე გადაცემა რაც შეგიძლია, ნუ რადგან შემიძლია გადავცე თაობას, რაც ვიცი და აქედან თქვა შედეგი გინდა რომ დაინახო, შეაფასო მე სწორად ეს ხა ამდენი სკოლები ბავშვები მოდიან, ხო ესეც არ არის ხო? ყველა კარგია.
აი ეს თავის დონეზე ყველა კარგია და იქიდან ცოტა რთული ამოარჩიო. თან ბევრი ისინი გვაქვს ხო, სხვადასხვა იმებში რეჟისურა, პიესა, ნომინაციები საკმაოდ ბევრია. და აქ მნიშვნელოვანია აქ რომ იგივე ჟიურის წევრები მე იტყვის თვითონ ვინც ერთ-ერთი მე წარმოადგენ, რომ აი ეს რაღაცა თან სამართლიანობაც იყოს. და სწორად იყოს. და სწორად ეს იყოს. მე მეორე რაც აქვს აქ ყველაზე მთავარი რაც არის ეს არის გვერდში დგომა. ურთიერთობა და ოჯახი არ გამოვა ისე არაფერი, არც სპექტაკლი გამოვუათ და არც არაფერი. ნუ დავესესხები ბატონ ანზორის სიტყვებს ამ შემთხვევაში. ეკომაიშვილის რომ გვერდში დგომით თუ არ გიყვარს ისე ვერი სიმღერაზეა და თქვენ, მაგრამ აქაც დაახლოებით იგივე თემა არის, რომ შეიძლება ესე თქვენ მეგობრები არ იყოთ, მაგრამ იმ კონკრეტულ ვითარებაში, რადგან ეს სპექტაკლი წარმოადგენს, ოჯახურად უნდა შეიკრა და შედეგი დაიდოს. ლირიული გადახვევა, ისეთი სენტიმენტით ლაპარაკობ ახლა ამ თემაზე, დაიკარგა ეს, თქვათ, ერთად გომა გუნდურობა. დაიკარგა, როცა დაიკარგა როგორ არ დაიკარგა ალბათ ესე, მაგრამ ნუ ჩემი გადმოსახედიდან ცოტა ნაკლებია. ეს რაღაცა დაგჭირდა და გჭირდება ცოტა მეტად, იმიტომ რომ არ გვიჭირდა ქართველებს რაღაცნაირად გვერდში დგომა და ისა, მაგრამ აი რაღაცა თან ახალგაზრდობა შეიძლება დრო მოიტანა ესე ხო ხდები და ეს ჩვენ უნდა მივცეთ რამენაირად ეს და ძალიან კარგი რამე ხდებოდა მადლობა შენ პირველ რიგში სოფო ამისთვის რომ 11 მე მესამე და კიდე თუ იქნება და განვითარდება და იმედია რომ ეს განვითარდება და განვითარდეს ამ სამსახურში ვიდგები ძალიან ესე მადლობა პირიქით სოფო ჟიურიზე გვესაუბრე მოკლედ დავითი აქ არის და ერთი გადასარევი ჟიურის წევრი მას ძალიან დიდი მადლობა გადასახდელი მოსახდელი იმიტომ რომ თავად არის ასეთი არაჩვეულებრივი. იმდენ სიყვარულს, სითბოს გასცემს აი ამ პერიოდში ამ ურთიერთობისას. ის არის ძალიან ნამდვილი და ორგანული და ჩვენთანაც აი როგორც ოჯახის წევრი მან ახსენა სულ ყველა ეს კომუნიკაცია თქვენ უნდა ნახოთ მშობლები, მასწავლებლები როგორი სიყვარულით, იმიტომ რომ დავით ეხა არ თავისი ისტორია და ბავშვებს ძალიან გაუმართლათ რომ როდესაც სპექტაკლის მსახიობი აფასებს და რჩევებს აძლევს და ასე შემდეგ. ხო და ინტერაქციას უბრუნდები თუ შეიძლება, ალბათ აინტერესებს ყველას, ვისაც აქვს სურვილი რომ მოვიდეს და ვთქვათ მანაც ცადოს ბედი. რა არის აუცილებელი ამ ყველაფრისთვის, აი ბავშვებისთვის. აი ეს პროზა ის ეხლა ისე მოხდა ყურში, მგონია რომ მე ვაბარებ, უცებ გამიხარდა. ხო, იგავარაკი პროზა რა. ამასთან დაკავშირებით, რადგან სპექტაკლი უკვე შეფუთული მოდის ჩვენამდე. კი ბატონო, ასე მოდის. კონკრეტული სკოლი. კონკრეტული სკოლა ეს არის საჯარო, კერძო ან თავისუფალი დამოუკიდებელი თეატრები, რომლებიც წარმოადგენენ, აი როგორც თქვი, ასაკობრივად მე-7 და მე-12 კლასის მოსწავლეებს. ჟიურის წევრებს დაუბრუნდები, ბატონი დავით დარჩია, ქალბატონი ნელი ბადალაშვილი, ნინია სადღობელაშვილი, ნინო ფილფანი, ზვიად დოლიძე და ლანა ბედუკიძე განათლების სამინისტროდან შემოგვიერთა წელს და მიხარია ძალიან. საკმაოდ დიდი და ვრცელი და არაჩვეულებრივი ჟიური. რაც შეეხება ინტერაქციას, ეს არის, როდესაც ჟიური ნახულობს არსებულ სპექტაკლს, შემდეგ უკვე ჩვენ ყოველსთან ერთად აი ესე წინ დგანან ჩვენი ბავშვები და ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შეფასებები, მინიმალურად ვცდილობთ რომ მივაწოდოთ ის მცირე დეტალები, რომელიც მისაღებია მათთვის და ამ წლების განმავლობაში ბუნებრივია იყო ისეთი მომენტები, როდესაც პრობლემა იყო მეტყველებასთან, ჩვენთან არსებული დასები უკვე მრავალი წელია მონაწილეობენ ერთი და იგივე დასები და ყოველწლიურად ხვდებით რომ ისინი იზრდებიან ანუ ისმენენ იმ კრიტიკას, რასაც თქვა თქვენ ძალიან სწორი ფორმით და ძალიან დელიკატურად აწვდით და იზრდებიან. ეს მე მგონი ძალიან კარგია, იმიტომ რომ ერთია გინდოდე რომ იყოს სადღაც, მეორეა მზად იყო კრიტიკისთვის, ამას იაზრებდე, შემდეგ ამ ყველაფერს აკეთებდე და მომავალ წელს უკვე გაზრდილი ბრუნდებოდე. ხორომუშთა სკოლა ჩართული არის ძალიან საინტერესოა, რომ საჯარო სკოლა. არის, მაგრამ მუსიკალურობით იმით ისე აკეთებენ, რომ გეგონიათ რომ ისმის ეს ყველაფერი. მე აქვე მადლობა უნდა გადაუხადო ყველა მასწავლებლებს. მადლობა ესენი ასენ ეტაპში ხარ. საოცრება. იმიტომ რომ მათი ჩართულობა რომ არა ეხლა 203 სკოლა
ერთ სპექტაკლზე მუშაობს 5-6 პედაგოგი და ძალიან შრომატევადია და ამ პერიოდში ზუსტად ჩვენთან ერთად გაიზარდა ეს სკოლაც და მე მოხარული ვარ. ასევე არსებობს ახალი დასები, რომელიც შემოგვიერთდა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს მასშტაბი თქვენი გაიზრდება, დიდი ბოდიში დრო გაგვექცა, წარმატებას გისურვებთ, დათო, დიდი მადლობა, ძალიან კარგი საქმეს აკეთებ და ესე გააგრძელე. რეკლამის დროა, რეკლამის შემდეგ ჩვენ ძალიან კარგი ქალბატონი შემოგვიერთება, რომელსაც თავის კონკრეტული მეთოდი აქვს, როგორ შევაყვაროთ და შევასწავლოთ მათემატიკა ბავშვს ან თუნდაც უფროს. დაგველოდეთ. დიდი